სახელით მამის და ძის და წმინდის სულისა და ამინ. აი ასეთი წმინდანის სცენება არის წმინდა მოწამის უარისა 307 წელს აწამეს ამ წმინდანს რა და მასთან ერთად არის სცენება მოწამისა ნეტარისა კლეოპატრასა და ძისა მისისა იოანესი ისიგი კლეოპატრა ჩვენ ვიცით ეგვიპტის დედოფალი არა ცნობილი რა ну აღმოსავლურ ქვეყნებში იყო გავრცელებული ეს სახელი რა ეს რა თქმა უნდა სხვა ეს ქრისტიანული წმინდანია უბრალოდ ზეხნია როცა აწამეს წამებით მოკლეს წმინდა მოწამე უარი ამ ქალბატონმა ესე იგი ქრისტიანულმა ქალმა ძალიან დიდი პატივით დააგზალა ამ მოწამის წმინდა ნაწილები და აშენდა გაზარი ყველაფერი ერთი შვილი ყავდა მას ამ ქალსა და მე ესე გამოვიდა რომ გარდაიცვალეს მისი შვილი რა ის მოვიდა ამ წმინდანთან მის საფლავთან საფედურით რა მე შენ წმინდა მოწამე უარო და ასეთი ისა წმინდა ნაწილი შენი პატივი დაგძალეს სულ საქმეველს ვაგმებ სულ ვუვლი შენ საფლავს ყველაფერი და ერთადერთი შვილი მე მყავდა და არ შეგეძლო შენ ამის მადლი არ გონია ის წინაშე რომ მე არ დამტოვე ესე უშვილოდ იმისოდა და ну ესე ასე ვთქვა საყვედურობდა რა და ერთ-ერთ რამის ხილვაში ასეთ რამის ხედავს წმინდა მოწამე უარი დიდებულ სამოსელში დგას როგორც წმინდანი ჩაცმული ყველაფერი მის გვერდზე დგას ეს მისი შვილი დიდებულა ჩაცმული და ყველაფერი და ის უთხრა შეკალო მე ვიცოდი რა თუ მინდა ესე შენი პატივისცემა და მე ვიცი ყველაფერი შენ რაც ჩემთვის გააკეთე ყველაფერი და მეც გაცილებით მეტი იმას კერი დაგაბრუნე და შენი შვილი ნახე ეხლა წმინდანებში არის და ჩემ გვერდზე არის მაგაზე მეტი მადლი რა გინდოდა შენო და ამან რომ გაიღვიძა უკვე გონს მოვიდა ეს კალი და გახარებული გაბედნიერებული უკვე აგრძელებდა ცხოვრებას რა აი რა გარის იცით ხშირად ესე ხდება რა რომ ბევრი რამე ჩვენთვის ახლა გაუგებარია რა აი თქვენ გახსოვთ როცა ცნობილი წმინდა მამების ცხოვრებიდან ეს მე ბევრჯერ ვიხსენებ ეს მოსულია ჩვენთან ფაქტი როცა ერთ-ერთმა წმინდა მამამ ლოცულობდა რომ ღმერთო გევედრები მაუწყე მე შენი ღვთიური ბედები დედამიწაზე როგორ სრულდებაო რა მაგრამ იმის გამო ეხლა ღმერთი მას აუწყა რომ ეგ შენთვის მიუწვდომელია ადამიანის გონებისთვის იმიტომ ბიბლიაშიც ნათქვამია თქვენი ფიქრები სხვა არის ჩემი ფიქრები სხვა არისო გასაგებია არა ხო უნდა ეს მაინც უნდა გვესმოდეს არა ღმერთი არ არის რაღაც ჩვენსავით უბრალო კაცი და რომ ესე იფიქროს და იბჯელოს დღეს кай ხასიათზე იყოს ხალხს უთ ხასიათზე იყოს და ესე ნუ სასაცილო არა ღმერთია მაგრამ რა კი ეს წმინდა მამა სულ ლოძულობდა გევედრები და ნუ მოვიდა მას ეს აზრი წადი რომ რაღაც სხვა უდაბნოში იმ სხვა წმინდა მამა მოინახულე ამან ადგა და წავიდა უდაბნოს იმ სვის სხვა წმინდა მამის მოსანახად გზაში ღმერთმა კიდე გააგზავნა ანგელოზი ოღონდ ესე კი არა როგორც ხოლმე არის არამედ როგორც ვითომ ისიც ვიღაც ბერი კაცი უდაბნო და თქვა შესაბირი მე იქ მივდივარ რა იმ მეც იქ მივდივარ და ბარი მერტად წავიდე თუ რა და მართლაც უდაბნოში რა ჯობია რომ ადამიანი მარტო არ იყოს საშინელი რამეა უდაბნო და წავიდნენ ორივე და მე მივიდნენ რაღაც ახლო რაღაც პაწატინა რაღაცა დასახლებასთან და ერთ კაცთან დაშენდა რომელიც კაცი იყო ძალიან მორწმუნე კაცი და დაპატიჟა თავის სახში ეს ორი ბერების თავს
შესაძლებელი მიცემა და პატივცემა ძველი დროიდან კარგი ის მადლით იწვლიებოდა. აჯამა ყველაფერი და ბოლოს ჰქონდა ერთი პატარა ვერცხლის სინი. ამ ვერცხლის სინზე ხილი მოაწოდა ამათ რა. მამათ მე ჯამეს და ეს რომელიც სინამდვილეში ანგელოზი იყო, აიღო და ეს სინი გადაყარა იმაში რა. ზღვაში რა, იქ ვარის ზღვა. ამას ვერ ძალიან გაუხედა. ის რა უხიშობა და ხულიგნური რამეა რა. როგორ კაცმა ეძებდა პატივისა და დაკპატიჟდა ეს ვერსიის სინი როგორ რატომ გადააყენა. მიხდა რო ეგ რაღაცა თავისებურია ეს კაცი რა. ნუ მაინც ვიცი რა გიჟირო იყოს უდაბნოში ჯობია ორნი იყოთ რა. გააგზელეს სვლა. წავიდა მიდიოდნენ. მივიდნენ სხვა სახთან. სადაც ცხოვრობდა ერთი ძალიან ღვთისმოშიში კაცი. ძალიან უყვარდა ბერები, ფეხები დაბანა ამ ბერებისა. ესექნა აჭამა ხო ყველაფერი და ბოლოს თავისი მაწვილი შვილი გამოიყო და მამებო ბერები ხარ და დალოცე ჩემი შვილიო რა. ამა დალოცა და იმ მეორე ბარება და დახოცა რა. მოკლა რა. დაახჭო. ვაიმე ძლივს იქიდან გამორბიდება გაიცა იქიდან გაგიჟებული ეს კაცი რა. იმას უკვე არ უყურებდა რა. მოვიდა რომელიღაც მზეა ხო ვიცი საშინელი სიცხე და დანგრეულ სახთან რომელიც ერთი კედელი დარჩა ისიც უკვე ესე უკვე იყო დანგრეული ეს ესაურო დავარდეს რა შეიძლება რამდენი დღეში რა ამან რომელმაც სინამდვილეში ანგელოზია აიღო და დაიწყო ნელ-ნელა გადაშენება იმ მზეთა ზევიდან და ისევ სწორედ დაყენებენ აგურების ხო ვიცი ეს რო დაიწყო ამ სისულელი ამან უკვე წყობიდან გამოვიდა ეს ბერი რა არბანიანი ხარ შენ ეშმაკი ხარ კაცო რა ერთი ამიხსენი შენი საქციელი ეს რა კაცო იმ კაცთან რომ მოვედით კაცო ეს რატომ გადააღდა ეს ვერსისი ნორმალური ხარ ეს ბავში რატომ გახოცე შენ ეხლა აქ რა მიზეზი გაქვს ამ ერთ-ერთი კედლის ჭდირში დამჭეკიდა ეხლა დაიწყე შენ ამ დაგრევებული სწორი დაჟენება ნორმალური ხარ შენ ამა თქვა ეხლა დაწადი შენ ნერვიულ აგიხსნი ეხლა იმ კაცთან პირველთან ჩვენ რომ მოვიდით ძალიან კარგი კაცია. ქონება რაც აქვს მას, სულ მართალი პატიოსანი გზით მოპოვებული აქვს, მაგრამ ეს სინი მას აქვს ცუდი გზით მოვიდა, ნაკურდალია და ისაო, რა ცუდია რა. ამიტომ მე ეს პატარა სინი გავაგდე რომ აგაბუშდეს მთელი მისი საქმე რა. ეს კაცთან მეორესთან რომ მოვედით, ძალიან კაი კაცი და ყველაფერი, შვილიც კარგია. მაგრამ გავიდოდა 1-20 წელი ეს მისი შვილი სატანის იარაღი გადაიქცეოდა რა. დაღუპავდა თავის თავსაც, მამის სულსაც დაღუპავდა და ყველაფერს რა. ამიტომ სანამ ის კარგია, მე მისი სული ეხლა იმასკენი გავაგზავნე იქით რა. რომ იმანას ცხონდეს და მამამისის საქმეს არ გაბუშდეს მისი სიკეთე ყველაფერი. არ სიმწარით არ წავიდეს არ საიქიოში. ეხლა ეგ სადაც ჩვენ მოვედითო, ამ დაგრეული სახლია, ხო? ამ სახლის პატრონი ძალიან ბოროტი ადამიანია. ყველა საკითხის ბოროტობას რა. ხო არის ბოროტები რა დასამალია. პაპამისმა ამ კედელში ისი დამალა ოქრო. ეხლა ბოლო ეს კედელი რომ დამხوارდებოდა უკვე ლამის რა. სულ ბოლო რა გაიქცედა ეს ისა. ოქრო. ამან რო არ იპოვოს ეს ოქრო და უფრო მეტი ბოროტობა არ გაქვს, მე იმიტომ იერსა ვაშენ ეს კედელი. შენ კიდე წადი და ღვთის ბედეს თუ განიკითხავო და გაქრა, ამან რო გაქრა ეს უკვე მიხვდა რომ ეს არ იყო უბრალოდ ადამიანი და თქვა გიჟია ვიღაცა. არამედ ამ გზით ღმერთმა ნაწილობრივად თავისი ბედები აუწყა ამ ადამიანს. ვერს. ნაწილობრივად რა, რომ ის რაც ჩვენთვის ხშირად არის გაუგებარი, რატომ ელემენტარულად ჩვენ ლოგიკურად ვაზრობთ, არა? ეს არის ეს რატომ ხდება ეს რა? მაგალითად ან მამა იმენდა რა დააშვი პატარა ბავშვმა რა დააშავა რომ მოგდა ან ის რაღაცა ის რთული საკითხია ძალიან ერთია ჩვენი განსჯა და მსჯელობა და სხვა არის ღვთისა ერთი რამე ოღონდ უნდა ვიცოდეთ რომ გაცილებით ჩვენ თუ ერთმანეთს თუ ვიყვარს ოჯახის წევრები არა ყველაფერი გაცილებით მეც მილიონჯერ მეც ღმერთს ვუყვარვართ მილიონჯერ უფრო მეც იცით თქვენ ეს კარგად იცოდეთ ხალხო ღმერთმა დაეფაროს თუ ვინმე იფიქროს რომ აქ რაც ხდება საერთოდ შემთხვევით ხდება ყველაფერი რა ესე რა არაფერი შემთხვევით არ ხდება
ცუდი თუ ხდება, რატომღაც ღვთის დაშვებით ხდება ეგ ცუდი. მაგრამ ეს ცუდი რატომღაც მერტმა დაუშვა. გესმით თქვენ? აი რატომ დაუშვა? ამაზე შეიძლება გიბჟელო დიახაც. მაგრამ არავინ არ იფიქროს, რომ ეს რაღაცა რაც ხდება, შემთხვევით ხდება რა. უბრალოდ მოვლენებმა ეს მოაწყეს, რომ ესე მოხდა. არა. ესე არ არის. არც ოჯახში ჩვენ არაფერი შემთხვევით არ ხდება, არც ზოგადად ჩვენ საქართველოში ცხოვრობთ თუ ნებისმიერ ერი რო აღიქოთ რა. ერის ირგვლივ რაც ხდება, არაფერი შემთხვევით არ ხდება. თავარია, ჩვენი გეზია მთავარი. ჩვენი ქრისტიანული გზა, მართლმადიდებლური გზა, აი ენა მამული სარწმუნოება რა, მოდი ესე ვთქვა რა, მოკლედ რა და მორჩა ჩემამდე უკვე უფრო გზენი და კარგმა ხალხმა თქვა ეს. ხო. აი ეს არის ეს. აი რაზე უნდა ვიფიქროთ ჩვენ დღე და ღამე რა. აი რაზე რა. შევინარჩუნოთ ჩვენი სარწმუნოება და გადავარჩინოთ ჩვენი სულიერება და თვითყოფადობა ჩვენი. რომ არ წაიშალოს, აი ნახეთ უკვე რა სიბინძურე არ ხდება საქართველოში, ეხლა უკვე აი უნივერსიტეტში რა სიბინძურე მოხდა თქვენიც და როგორ შეიძლება ეს მითხარით რა? კარიკატურა დახატეს ღვთისმშობელზე რა. რა ნიშნავს კარიკატურა ის ხო? აი ეს არის კრეხელობა და ამ კრეხელობას ყველაფერს ეძახიან რომ მე რა ეს ის არის დემოკრატია ხელოვნება ხო ხელოვნება თუ არის დაჯეგი და შენ ტუალეტში დახატე ეს სიბინძურედან აქ საქვეყნო დრას იმაშვები ეს უკვე არ არის ხელოვნება შენ უკვე ამას თავს გვახვევ უკვე ამ სიბინძურეს და ჩვენ როგორ შეიძლება თავარი მისი უფლება რომ რაც ხოშიახშის გააკეთოს არ დაიყვანოს თორე ჩვენ ვინა ვართ ნორმალური ადამიანი არავინ არის იმან თავისი გააკეთოს გაიგე და შენ თუ უკმაყოფილო ხარ ეგ როგორ შეიძლება იმის უფლება დაცილია პედერასტი თუ არის პედერასტის უფლება დაცულია საქართველოში ნორმალური ადამიანები ცოტათი რაც კიდეგის გააკეთებს გარდნილი თუ სექტანტი იეღოვე ვინც გიდა იმათ უფლებები დაცულია და ნორმალური ქართველი ადამიანის ესე იგი ის უფლები არა როდის მე გაგიგია არაფერი ხოლოდ ლაპარაკია იმათ უფლებებზეა ლაპარაკი და უმრავლესობის უფლებებს არასდროს არ ლაპარაკი რომ მე არ მინდა რომ ესე იყოს მე არ მინდა რომ ჩემი შვილი გარდნილი გაიზარდოს გაბუჯებული ან ის რაღა ესე იგი მე არა მაქვს უფლება ჩემი შვილი ესე გავზარდო მე როგორც მინდა არა გაქვს უფლებაო ესე უნდა გაიზარდოს როგორც ამერიკაში იზრდება და აი ჰოლანდიაში გაიგე ხვალზე თუ გახდება პედერასტი და ბოზი თუ ვიღაცა კიდე ეს მისი უფლებაა გესმით მე აი რას თავს გვახვევენ ჩვენ ისინი რა აი ეს არ უნდა დავუშვოთ ჩვენ ჩემო კარგებო აი ეს არ უნდა დავუშვოთ რა და თანაც როგორ არის ჩვენი გავაკეთოთ თქვენ ჩუმად იყავით რა ჩუმად იყავით მას თუ ამოიღებ ცუდი ხარო შენო ისა ხარო ტერორისტი ხარო ექსტრემისტი ხარო რა ხო გახსოვთ მე ბევრჯერ მithავს ნამდვილი გოიმები ხარ თქვენ თვითონ რა და თავი დაგვანებეთ რა თანამედროვე გოიმებო ბევრჯერ მithავს კიდე მილიონჯერ აგერ თვითმფრინავი დაჯექით ჩაბზანდით ამსტერდამში და იქაურ პეტუხებთან ყავა დალიეთ ხო ბევრჯერ მithავს რა კიდე ბევრჯერ მithვა ჩემო კარგებო კარგი მერთმა დაგლოცოთ დაგახარო და გაგარძიო ჩემო კარგებო ლოცვა აცოვნე ღმერთო ერი შენი დაგლოცოთ ეს